გამარჯობათ. როგორ ახართ, რა ლამაზები ხართ, როგორი ლამაზები, როგორი კარგები, როგორ ნახეთ, შეხედეთ. მე რომელი კლასიდან ახართ? მესამე და მეოთხე აქ. მესამე, მეოთხე. წავიდნენ და იმიტომ. ძალიან ლამაზები ხართ, როგორ ლამაზად გაცვიათ ყველაფერი. ჩვენ ვართ საქართველოსდან, ქართული ტელევიზიიდან, ტელეკომპანია სეზონიდან და მინდა რომ თელმა საქართველოს გნახოთ თქვენ რომ როგორი ლამაზები ხართ და როგორი კარგები. მითხარით თქვენ შესახებს რა, როგორ ახართ, კარგად როგორ სწავლობთ? ძალიან მთხოვეს ბატონო ნიკოლოს ლექსი უნდათ რომ თქვან. კი, კაცო, აბა მაგისტრისა ვარ, ლექსებსაც ვათქმევინებ და ყველაფერსაც რა. აი რა ლამაზი გოგო არის. შენი სახელი და გვარი, მითხარი? დიანა ჩქარეული. დიანა ჩქანახეთ რა ლამაზი გოგოა, როგორი კარგი ბავშვი არის. დიანა რომელ კლასში ხარ, შვილო? მეოთხეში. ნახეთ რა კაი რა ლამაზი ბავშვი არის. და რაღაცა გვინდა გითხრა ხო ლექსი შენ? არწივი ვნახე დაჭრილი. ყვავო ყორნებს ეომებოდა. ეცა და ბეჭა სადგომა, მაგრამ ვეღარ ადგებოდა. ცალხარს მიწაზე მიითრევს. გულის პირს ისხლის ხებოდა. ვაჰ, დედა თქვენ ყორნებო, სოდროს ჩამაგდეთ ხელადა, თორემ ნახავდი თქვენ ბუბუს, გაშლოს გაფანტულს ველადა. ნოჩა, ხოჩა, ტაში დაუკრათ, მეგობრებო. ტაში დაუკრათ. ხოჩა, კიდე რა მიდოდრა მითხარი? კიდე ერთი. მიდი, მითხარი აბა. მე ისეც ქართულს რა უთხრა ისეც ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. გაიხარე, რა კარგი ბავშვი. აი, ნახეთ რა მაგარი ბავშვები არის. რიგში დგას, აი ბავშვებს უნდა თქვენი სახელი და მარია კამბოლო. მარია კამბოლო, ხო. აი გითხრა. საქართველოსდან ხარ? საიდან ხარ? გორიდან? ხარი აბა ლექსი აბა რას გეტყვი? შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილი არ მიყვარს როცა ვერ გხედავ დედა შენი გულისკენაც თითქოს ადვილია მინდა მომეფერო დედა დღე და ღამ ფუსფუსებ დღე და ღამ ხარს მიჭე როგორ არიღრები ნეტა შენი გულისკენაც თითქოს ადვილია მინდა მომეფერო დედა ძალიან მაგარი ბავშვებია აი დიდი მადლობა მე მინდა უთხრა ყველას თითეულ პედაგოგს, ქალბატონ მანანას, თქვენი დამსახურება. პედაგოგით რა მინდათ რომ თქვენ მოგწადით თქვენ. თქვენი სახელი და მარი? ნაირა ბაზალი. ნაირა ბაზალი, აი თქვენი დამსახურება. ქალბატონი ნაირა არის 3 კლასის დამრიგებელი. და აი გითხარით ესეთი კაი ბავშვები როგორ ჩამოაყალიბეთ აი გიждები როგორი კარგად იციან ეს ლექსები როგორ რაღაცა მეტყველებაც როგორ აქვს გითხარით აი ჩვენი მუშაობით ჩამოვაყალიბეთ დიახ რამდენი ბავშვი ყავთ ისე 10 ბავშვი მყავს ეს ახლა ქართული ენის ის არის არა კლასში არის 10 ბავშვი და ახლა ეს არის ქართულ ენას ასწავლეთ ხო დიახ ქართულ ენას ასწავლეთ ქართულ ენას და ლიტერატურას აჰა გასაგებია და აი რო გითხრათ სწავლის პროცესის შესახებ რამდენი საათი როგორ მეც ახლა პედაგოგის შვილი ვარ სხვათა შორის და ჩემთვის ახლო არის ეს სკოლა და საათი 3 საათი გვაქვს ერთი ლიტერატურა და 2 ენა გვაქვს ქართული ენის გრამატიკა და აი საათებში და მარტო ქართველები კი არა რო ატყობენ სხვა ეთნიკური ჯგუფები სწავლობენ გაძლიერებულ ეთნიკური ჯგუფები სწავლობენ ცით ეს ბავშვები თვითონ აქ ცხოვრობენ თუ აქ ცხოვრობენ და ეს ჩამოსულებიც არიან ჩამოსულებიც არიან მაგრამ აქ მაცხოვრებლებიც არიან აქ რამდენი პედაგოგი ბრძანდებით ისე სკოლაში 20 ყველა ქართველები ხართ თუ ძირითადად არა ყველა ქართველები არა ვართ რამდენიმე ქართველია და აჰა სხვა ეროვნების ესე სუფთად ესე ამაზად როგორ აგავთ მოვლილი ყველაფერი ძალიან მიგვეს რა ისე რამდენი სკოლა აქვს ვლადიკაუკაში 50-მდე მე მინდა მადლობა გითხრათ ქალბატონო აი ესეთი ламази ბავშვების აღზრდისათვის და მე მინდა мадლობა გითხრათ ბავშვებო ესე я хочу поблагодарить вас наверное вы все знаете грузинский поблагодарить вас что вы красивые вот хорошие обнимаю целую вас и я хочу чтобы вы такие остались и хочу чтобы передать привет из Грузии и вас любят из Грузии и обожают